მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ბათუმში ვართ ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეების პროევროპული საპროტესტო აქცია გრძელდება მოქალაქეები დგანან ისევ ქუჩაში და ამბობენ რომ ისინი არ შეეგუებიან იმ რეალობას როცა ქვეყანაში მყარდება დიქტატურა მაშინ როცა ქვეყანაში ყავს სინდისის პატიმრები და თქვენ იცით ბოლო შემთხვევა როცა მაგალითად თორნიკე თოშყვა და კიდევ რამდენიმე მოქალაქე დააკავეს მარტო იმის გამო რომ ისინი პლაკატებით იდგნენ ქუჩაში და ვერავინ იტყვის რომ ამ პლაკატზე იყო რამე შეურაცხყოფელი მაგალითად თორნიკე თოშყვას ეწერა პლაკატზე არის თუ არა ბიძინაყუ კი და არა და ამ შემთხვევაში ეს არის სრულიად მართლაც ისეთი შემთხვევა რომელიც ძალიან მკაფიოდ გამოხატავს რომ ადამიანები ისჯებიან პროტესტის გამო მოქალაქეების პროტესტი გრძელდება სწორედ ამიტომ მათ შორის ბათუმში ყოველდღიურ რეჟიმში მოქალაქეები ყოველ საღამოს მოდიან და იკრიბებიან აქ ეს არის ტრადიციული შეკრების ადგილი საკონსტიტუციო სასამართლო სადაც მოქალაქეები განაგრძობენ ამ პროტესტს და ამბობენ რომ ისინი არაპირებენ შეეგუონ დიქტატურის დამყარებას ამ ქვეყანაში მოთხოვნები არის ისევ უცვლელი ხელახლა არჩევნების ჩატარება და რა თქმა უნდა უპირველესი მოთხოვნა სინდისის პატიმრების პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ამ მოთხოვნებით გრძელდება ეს აქციები როგორც თბილისში ასევე ბათუმში და არა მარტო დიდ ქალაქებში ძალიან ბევრგან ისმის პროტესტის ხმა და მოქალაქეები ძალიან მკაფიო მოთხოვნებად გავისაუბროთ აქციის მონაწილეებს და ვთქვათ მათ ბოლო პოლიტიკურ ამბებთან დაკავშირებით საღამოშდებისა მერაბ მინდა გაგესაუბრო მერაბ მინდა გაგესაუბრო ბოლო პოლიტიკურ ამბებთან დაკავშირებით მათ შორის აი ეს დრასთან დაკავშირებით რომ დღეს დაიწყო შესუსუმ ძებნა 12 წლის წინ გაუჩინარებულ ადამიანთან დაკავშირებით რას ნიშნავს ეს ამბავი თქვენთვის ვესალმებით თქვენს მაყურებელს, ვესალმებით ბათუმელებს. ეს ამბავი არის ჩვეულებრივი თვალსაჩინოება იმისა, თუ მუშაობს დღევანდელი ქართული პოლიცია და ეგრეთ წოდებული სამართალდამცავი სისტემა, სამსახურეობრივი უნგრილობა, რომელსაც იჩენენ რატის თავარი მიზანი არ არის კრიმინალთან ბრძოლა ქვეყანაში კრიმინალის შემცირება, მათთვის თავარი არის პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მათი დისკრედიტაცია მეტი ფუნქცია მათ არ გააჩნიათ და მე რავი სამართალდამცავ სისტემაში არ მეგონება ისეთი ადამიანი რომელიც ერთი მაინც მომთქვა რომ აი ეს ადამიანი ნამდვილად სამხედრო შეყვარებულია და დასარუნდა რეჟიმის პირობებში მაგრამ ეს ასაჩერებს რაში დაასჭირდა თქვა ეს რომ 12 წლის წინ გაუჩინარებულ უგზაუგულ დაკარგულ ადამიანის ძებნა თითქოს ახლა ხელახლა დაიწყეს რაღაც კონკრეტულ ლოკაციაზე ხო ანუ ესე დეტალები არ ვიცი მე მაგ ამბავს არ გავსრობივარ თავიდან მომდე უბრალოდ რამდენადაც ვიცი დედის მიმართვა რამდენიმე ინფლუენსერმა გააჟღერა ასევე ანუ ნახა და ხარში დაუდგნენ და სავარაუდოდ საზოგადოებრივი აღშფოთება გახდა ის მიზეზი რომ აი ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ ხო ანუ რეალურად ანუ თუკი მაგის სურვილი და კეთილინება ხონოდათ რომ გამოიძიებინათ საქმე რავი ყველაზე მთავარი მე არა ვარ სამართალდამცავი და მე არა ვარ პოლიციელი მაგრამ ვიცი რომ ცხენყვალზე დანაშაულის გამოძიება ბევრად უფრო მარტივი და იმოლია ვიდრე წლების შემდეგ როდესაც უკვე ყველანაირი მტკიცებულება გავხდარია საქმის მასალებით აი ბოლო სტატისტიკურ მონაცემებზე მინდა გითხრათ ასევე საქართველოში სოციალაგენტოს 7 თვის სტატისტიკის მიხედვით 133,324 ადამიანს დახმარება ანუ სოციალური შემწეობა შეუჩერეს ეს ავტომატურად ნიშნავს იმას რომ ამ ადამიანებს აღარ სჭირდებათ შემწეობა ანუ ამას აცხადებს სახელმწიფო ანუ გაუმჯობესდა და ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები და აი ამდენ ადამიანს ანუ 133,000-ზე მეტ ადამიანს აღარ სჭირდება შემწეობა და ამდენ ადამიანს შეუჩერეს ეს დახმარება ეს რას ნიშნავს თქვენთვის ეს ამბავი? ეს პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ არჩევნები დამთავრდა და მინიმუმ 2028 წლამდე თუ საისინი 2028-ში არჩევნები. ხო, არაპირებენ ჩატარებას, გარდა მაგის ძალიან თავდაჯერებულები არიან, იმიტომ რომ გონიათ და ზოგიერთი პარტია აკრძალეს პოლიტიკური, ბევრი ბოიკოტის რეჟიმშია და გონიათ რომ შემდეგი არჩევნები თუ ჩატარდება, ზუსტად იმავე სცენარით ჩატარდება, როგორც თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა საპარლამენტო ხელმძღვანელობაზე, როდესაც ურმა ითო ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო მაშინ მონაწილეობა, რაღაც სტატისტიკური ციფრები დაუწერეს იმათი და რამდენიმე მანდატი აჩუქეს მათ და გონიათ რომ ეს ჩატარდება, ამიტომ უკვე აღარ ევიდებიან
მოსახლეობის განაწყენებას, იმ ნაწილის, რომელიც აქამდე მათი მუდმივი ამომრჩეველი იყო და ვფიქრობენ, რომ თუ ისინი გაუნაწყენდებიან თანაც ისე რომ მათ ხარდაჭერას დაკარგავენ, ვფიქრობენ, რომ მაინც გაიმარჯვებენ ნებისმიერ მათ გამარჯვებულ. ანუ ახლა აღარ სჭირდებათ ეს ასე ვთქვათ. აღარ სჭირდება ფაქტობრივად ჩვენ არჩევნები არ გვექნება ამ შემდეგ. სოციალ-დაუცველი ადამიანები, ხო? და თუ კი მანამდე რაიმე სოფიო პოლიტიკაში არ შეიცვალა, თუ ქვეყანაში არ შეიცვალა რაიმე ამ პირობებში და ამ საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგს აზრი არ იქნება და ნებისმიერი პროცენტის დაწერა შეუძლია სახელმწიფო ძალას. მადლობა, ეს მერაბ ჭიხაძე იყო მოქალაქე, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოდი გავისაუბროთ ასევე სხვა მოქალაქეებს, რომლებისგან ბათუმის პროევროპულ აქციაზე აქვე გამოყოლი ბანერები თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თქვენ ხედავთ ასევე დროშებს, საქართველოს, ევროკავშირის, უკრაინის დროშებს და აქვე ის დროშებიც, რომელთაც გამოდიოდა აქ ყოველ აქციაზე ზურაბ ჭავჭანიძე, ბათუმელი მედროშე, რომელიც ახლა ასევე ციხეშია, სწორედ იმის გამო, რომ ის გამოჩნდა დროშით ხელში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში და როგორც მისი ადვოკატი ამბობს, ამ საქმეში სხვა მტკიცებულება არც არაფერი არ იყო, ის გაასამართლა სწორედ პრეზიდენტის სასახლის შენობის ხელში ჩაგდების მცდელობისთვის. ეს ერთ-ერთი პოლიტიკური პატიმრის, ერთ-ერთი სიმძის პატიმრის შემთხვევაა და ასეთია, ჩვენ თქვენ იცით, რომ ათეულობით ყავს უკვე საქართველოში. დინე კაკულიას გავესაუბრები. საგამოშტობაზე ნინა, მინდა რომ გაგესაუბროთ. მინდა გესაუბროთ ბოლო ამბებთან დაკავშირებით. თუ ნახეთ, მაგალითად დღევანდელი ამბავი, როცა შუსუმ დაიწყო 12 წლის წინ გაუჩინარებული უგზო-უგლო დაკარგული ადამიანის ძებნა კონკრეტულ ლოკაციაზე. ეს ამბავი რას ნიშნავს? ისე მეჩვენება, რომ ეს ამბავი იმაზე მიუთითებს, რომ იმდენად სულ მდგომარეობაში აღმოჩნდა დღევანდელი. ფაქტობრივად ხელისუფლება ვისწავლობენ, რომ რაღაცნაირად საკმაოდ სიტუაცია მოსახლეობას შეუქმნა წარმოდგენა, რომ ისინი მუშაობენ და ყოველთვის ასე იყო, აი 12 წლის იმდენად ცუდია ზოგადად ქვეყანაში სიტუაცია, ყველა სფეროში, ყველა დონეზე, იმდენად ამ სიტუაციის გადაფარვის ცდილობას გავს. რომ აი ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ და ეფექტურად, ანუ ამის წარმოჩენის ცდილობაა. ყოველ შემთხვევაში 12 წლის წინანდელი საქმე კი არა და ეს იმდენი რა ხდება ქუჩებში ძისი არა მხოლოდ ქუჩებში ყველა უწყებაში რომ ანუ პირდაპირ უფრო კაფიოდ ჩანს მაგალითად იგივე როგორც ჯიან ადამიანების პროტესტის გამო, თქვენ თორნიკოთოშვა შემთხვევა პროტესტის გამო, მაგრამ ამ დროს ფსიქიკურად გაუწონასწორებულ ადამიანს აქვს ცეცხლსასროლი არ არის. და დავინახეთ საშინელი დღე იყო ჩემთვის, ჯერ ერთსა და იმავე დღეს ბათუმშიც მოხდა ასროლა და ზუსტად იქ, სადაც ჩემი შვილი ხშირად მასწავლებელთან დადის და შეიძლება ეს ფილიში ხო? არა, ბათუმში. ეს ფიროსმანის ქუჩაზე რაც იყო? ეს ავიკითხე და მე თვითონ მაშინ ჰოთელში ვიმყოფებოდი და ელდამეცა იმავე დღეს საღამოს თბილისში მკვლელობას ეზარელი და თბილისის გარდაცვალება საერთოდ გამთიშა, იმიტომ რომ მე თვითონ მყავს 16 წლის შვილი და რა თქმა უნდა ყველა მოაზროვნე ადამიანმა მოთან ახლოს მიიღო, მაგრამ განსაკუთრებით ვისაც ამ დაახლოებით ამ ასაკის შვილები ხო და ასეთი რამ როცა ხდება ქვეყანაში, უცბად 12 წლის წინანდელი საქმის საიდანაც არქივებიდან ამოღება ამ საქმის ამოტივირება უცნაურად მეჩვენება მე. კარგს არაფერს ვფიქრობ და განსაკუთრებით ორ-ორი დღის წინ, რა თქმა უნდა, 12 წლის
ფრაზები, ნასროლი ფრაზები იმაზე, რომ საქართველოს უნდა იყოს 2000 წლის ომი, ეს თვითონ ომი როგორ იწყება ის მახსოვს. ეს როცა ირაკლი კობახიძის განცხადებას გულისხმობ, ხო? თან როცა მან შეცვალა თავისი ჩვენება. ძინა ივანიშვილის ნათქვამი, ეს ბოდიშების თემა და მაშინ რომელ გმირებს მიუღებენ თუკი ასე აი მე იმდენად დაიყვარდა თავიანთ უილებში და არალოგიკურ გამონათქვამებში, რომ ალბათ თვითონაც უწევთ უკვე გარჩევა. რისკმა უნდათ და ფაქტობრივად რა ყოველდღიურად მათი მხრიდან ხდება საქართველოს მოსახლეობის შესაძლებლობა მათივე ასეთი განცხადებები. როგორ ფიქრობთ, თქვენ დაკვირვებით ახერხებს ივანიშვილი რომ დაამყაროს ამ ქვეყანაში დიქტატურა და დაამარცხოს საბოლოოდ დემოკრატია, თუ ვერ ახერხებს ამას და უჭირს? რა შემთხვევაში ვერ მიაღწევს ივანიშვილი თავის მიზანს თქვენი? ფაქტობრივად ჩვენ დიქტატურაში ვცხოვრობთ, თუ ადამიანი ციხეშია, იმიტომ რომ ტროტუარზე იდგა, ამიტომ რომ რაღაცა ბანერზე რაღაცა წარწერა დატოვა, წარწერების მეტი რა არის? ხო, თან ზოგადად ადრესზე შეიძლება მართლაც ვიღაცამ იფიქროს, რომ შეურაცხყოფილია, მაგრამ თუ სხვა შემთხვევაში ბიძინა არის ყუ, მარტო ეს ეწერა. არის თუ არა ყუ, ანუ შეკითხვა იყო, რომელი ხო? ბიძინა არ ეწერა, ანუ მაგრამ ამ ყუში ვინ რას გულისხმობს, ხო? საიდან ვიცით რას გულისხმობს, რომ ნიკოთოში ყუა? ან მოსამართლემ როგორ დაადგინა, ეს შეუძლებელია ამის დადგენა. აი ეს ერთი რუსეთის სამეფოა, როდესაც ადამიანი გამოდიოდა და მხოლოდ ერთი ეს შეურაცხყოფელი სიტყვა ეწერა და ადამიანი იყო და ანეკდოტად არის მოქცეული და ისა ხომ არ ეწერა ვიზე ლაპარაკობდა. ყველამ ვიცით ვინც არის, ვიზეც შეიძლება ეს სიტყვა ესთან დაკავშირებით შეიძლება აბსურდია და დიქტატურა რა არის? ჩვენი პოლიცია მაგრამ ჯერ კიდევ ვის პროტესტის ხმა, ხო, ადამიანები მაინც განაგივი ამ აქციაზე ბათუმის აქციაზე გრძელდება ეს პროტესტი. იყო ის დრო, ესეც ისმოდა, მაგრამ ისე კარგად ჩაახშეს. და აქ არის თუ არა იმის შანსი, რომ ვერ ჩაახშონ საბოლოოდ ეს პროტესტი? მედი მაქვს, რომ და არ დავემსგავსოთ საბოლოოდ რუსეთს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება ეს. და მაინც მგონია, რომ უკრაინაზე გადის საქართველოს ამ ზონაში გამარჯვებას. უკრაინის ომი როგორ დასრულდება, იმაზე არის დამოკიდება მთლიანად არა, მაგრამ რაღაც ნაწილობრივ არის დამოკიდებული საქართველოში განვითარებული სიტუაციაც. რა თქმა უნდა, დიდი იმედი მაქვს, რომ არ ქონდეს აქ ამიდგებოდი, მაგრამ რა თქმა უნდა, გულწრფელს რამდენად ცოტანი ვარ. ეს მე ყოველდღე ვერ გამოვდივარ და ყოველდღე რომ დაგვერდება ყოველდღე სურათებს ცირდება ადამიანთა რიცხვების პროტესტიად გამოთქვამს. ბევრთვის ვინც აპროტესტებს, მაგრამ მისთვის სახში. მაგრამ ის არ კმარა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ქვეყანა და საზოგადოება და ჩვენი შვილების მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ. დიდი მადლობა. ეს ნიკაკულია იყო პროევროპული აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. თქვენ მოსასმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. თქვენ ხედავთ ასევე ბანერს ბათუმის პროევროპულ აქციაზე თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ეს არის უმთავრესი მოთხოვნა, რის გამოც გრძელდება ეს საპროტესტო აქციები ქვეყანაში, მათ შორის ბათუმში, ნებისმიერ ამინდში უთმივად მოქალაქეები აი ამ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე. როგორც უმთავრესი მოთხოვნაა პროექტში თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს და ასევე უცვლელი მოთხოვნაა ხელახლა არჩევნების ჩატარება ქვეყანაში დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. თქვენ იცნობთ ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეების შეფასებებს ბოლო პოლიტიკურ ამბებთან დაკავშირებით, ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა. ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიიდან ერთ-ერთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია მალვა ყურადღებისთვის დროებით.